ეხი კაი ბიჭებიც იყვნენ ძმო. ვა, ძალიან სერიოზული ამბავი იყო საქმის გარჩევები და რა ვიცი რა. ანუ მოპარული და წილი მოითხოვა. კი, რაზბორკები, რაღაცები. ოზურგეთის დასუფთების სამსახურის ტრაქტორი შხრეშის მოპარვისას დააკავეს. ამ დროს კანონმდებლობით თურმე ტრაქტორი ექვემდებარება დალუქვას და კონფისკაციას. ხო და აღმოჩნდნენ ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე. ანუ რა გამოდის ეხლა რომ მერია საკუთარ მუნიციპალიტეტიდან იპარავდა ხრეშს? ხო. კი, საკუთარი ტრაქტორით. ხო და რამდენიმე სასამართლო პროცესი დაჭირდა. მურუსიძე ჩერტო თუ არ ჩერტო არ ვიცი, მაგრამ სასამართლო მოკლედ ყადაღა ახსნა ამ ტრაქტორს. კიდე კაი, თორე ვიღაცა ტენდერში კი იყიდა მაგ ტრაქტორს და ჩვენ მუნიციპალიტეტი დავშევოთ ტრაქტორის გარეშე. ის ამნიუსის სათაური უნდა ყოფილიყო, რომ პატარა ხრეში წაცუცქდა. მოიპარა ნამედანი ხმარ. არა, ხო ჩვენ უნდა შევიდეთ შრომის გამგებლის მდგომარეობაში. ოზურგეთის მერის წარმომადგენლის შრომის ტერიტორიულ ერთეულში. ხო. ესე იგი, რა უბედურება ეს ხრეში ზერ მოუპარავს კაც. აი ხრეში ყრია და რა იქნა თუ წევიღეო რა? ხო რა იქნა, მაგრამ ეს ვიღაცის ჯივეში კი არ მიდიოდა, ეს მიდიოდა ქართული ოცნების საარჩევნო შტაბში. ძალიანაც კარგი აქტივისტების, ადგილობრივი აქტივისტების ეგრეთ წოდებული ბჭყალებში კარმუშკა იყო ეს ხრეში.